მარიამ, ნახე, ჩემი ნაძვის ხე ბევრად უფრო ლამაზი გამოვა. ჩემი ნაძვის ხე უფრო ლამაზია. კარგი რა. ჩემი საჩუქარი ამ წინდაში უნდა ჩავდო. არა, მაგ წინდაში თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს დევს. მოდი. აი, ეს არის შენი მარიამ. მოდი. მე უკვე ვიცი რასაც მაჩუქებს თოვლის ბაბუა. შენ საიდან იცი? საწინებელში ვარ. აუ, ეგ შენი კი არა, ჩემია. კაი, მაშინ თოვლის ბაბუა ჩემს საჩუქარს ამ წინდაში ჩადებს. აუ, და დაუთხარი რა მე რა. რა დაგემართათ ბავშვებო, კითხეთ თვითონ თოვლის ბაბუას. აი, მოვიდა კიდეც. ხო, რა ხდება? ეს წინდა ხო ჩემი საჩუქრისთვისაა? რას ეკითხებ ახლა? ხო იცი რა ეგ არის? რა დაგემართა ეს არის? აუ, ხო იცი რა. ეს არის ჩემი გეუბნები, ეს არის ჩემი საჩუქარი. მარიამ, გეუბნები, რა დაგემართა? ნინი, გეუბნები, ჩემი საჩუქარი. რა დაგიწეს ხომ ეს ამოჩენება? რა დაგემართა? ნინი, ეს ჩემი საჩუქარი. ბუსტი, მამა, მომისმენთ მომუშენებო. მომისმენთ ხომ? ეხლა გადავჭრები ამ პრობლემას. ესე იგი ჩვენ გვაქვს ეხლა წინდის პრობლემა, ხო? ხო, სწორად მივხვდი არა? გასაგებია. მიბოძეთ, შვილო, გმადლობთ. ესე იგი, ანუ ამ შემთხვევას ქვია თვითონ წინდა მიგვანიშნებს. ასეთ ეხლა დავარქვი, მამა, რანაირად, რა ვიცი, მეც მოვიფიქრე. შეხედე, მამა, მომშენცია, ნახე, აი, მიგვანიშნოთ ორნამენტს მივყვეთ. ანუ რას გვეუბნება ორნამენტი? ნი. მიბოძეთ თქვენი წინდა. აქ რა ხდება, შეხედე? მარიამი. აჰა. გეუბნებოდი მარიამ. აი, ეს ასე ძალიან კარგი. მარიკა, აი ეს პილპილი ამოვიტანე. რო დამაბარე, აი გენაცვალე, მაგრამ რაღაც მაინც მავიწყდება და ვერ ვიხსენებ რა მავიწყდება ბეღურა. შენ მითხარი სად იყავი ამდენ ხანს? მარიკა, რა მაინტერესებს იცი? ეს ჩვენი კორპუსის ლიფტი. დღესასწაულებზე ისვენებს თუ საერთოდ გაუშვეს სამსახურიდან. ეხლა მოვედი. ფეხით ამდენ ხანს? არა, ბეღურიკულა, ამდენ ხანს არა. მეორე სართულზე შემხვდა, გიაროა მეორე სართულზე. ის ცოლის დამ რო გალახა. ხო, თან მაგრად რო და ასე ხო, მაგრად. ხო, ეგ შემხვდა და შევყევი საუბარს, მე მაგას კარგი გვინოა, ხო იცი და ასე ვისაუბრეთ. მარიამ. ხო. შენ ახლა უნდა დაკიდო ცხვარი და არა თხარ. რატომ გინდოს მან თხარ? თხის წელი მოდის და არა ცხვრის, რა დაგემართა? არა, მარიამ, ცხვრის წელი მოდის. საიდან მოიწარე, მოდის, საიდან ცხვარი, მარიამ, ცხვარი, აუ, ეგრე იყო ვიცი. წინ დაგწესდა ჩმედა. ბუსი, მამუშენციებო. ბუსი, ნინი, მარიამ, ბუსი, მოდით მამა, მოდით დაეწყეთ, მომშენცია, მომისმინეთ. აი ახლა მე რომ მოვედი, თუ სწორად მახსოვს, მეუღლემ, ჩვენ მქონდა წინდის პრობლემა. ერთგვარი ქსოვილოვანი პრობლემა იყო, ხო? წინდა ხო ქსოვილი ამერიკა ერთგვარი, დიახ, გვალობთ. ესე იგი, ახლა ჩვენ დიდი ნახტომი გავაკეთეთ მამა და ასტროლოგიური პრობლემები გვაქვს უკვე, როგორც ვხედავ. კარგი ნახტომია მამა, მომწონს, ტყილა არ გამიშვია ბავშვები ამერიკაში სასწავლებლად, დიდი მადლობა. გააღიარებთ. დიახ, ახლავე ორივე წელი მოდის მამა. ორივესი რანაირად მოდის? წინ მოდის თხის წელი მამა და უკან მოყვება ბევრი ცხვრის წელი. თხის წელი მოდის თქო, უნდა ჩამოგდა თხა და არა ცხვარი. სამაგერო ცხვარი უფრო ბევრია. ირაკი. ეხა შენც რაკენი. მომიყევი, კარგად მომიყევი, რა ხდებოდა აქ, მანამ მე ჩამოვიდოდი. ვაიმე მარიკა რა, ესე იგი რაც ამ პარლამენტში დაიწყე მუშაობა, პირველი მოსმენით ვერაფერს გეფულობ რა. იცი რა, აი ძალიან მომენატრა სულ ყველა. მოდი დაურეკოთ ახლა ყველას და ჩვენთან აღვნიშნოთ ახალი წელი, შევხვდეთ ერთად. რათ უნდა დარეკვა მარიკა? რათ უნდა დარეკვა რა, შენ გონია თვითონ ვერ მოვლენ? ან გაცდის ვინმე რამეს, ჩემო ბეღურიკუნა, აბა თუ მიხვდები ეს ვინ არის ყოჩახ მარიკა შენ გუმანი არადროს გალატობდა. კუკურეი, ბოური კიკი. რა რიკიკი? აბა რა კუკურე რიკიკი? რიკიკი, კაცოთა, გაიგონეს ნუ შემარცხვენ ამ ხალხთანგან. აღდგომის კონსულებზე მიულოცეთ ჩვენ UNGF-ის წარმომადგენლობას ახალი წელი. მოიცა დადგაი კუკუ ახალი წელი. როგორ დგება ხოლმე ამ აღდგომის კონსულებზე ეს? რა შვებით, როგორ ხართ? ორი ამ ხელნათვის ხე, რა გინდათ ხალხო რა? ანანობა სავს ხوار დავდგავდი. ნახე. აი რა გვინდა. დილიდან ასე დღეში არის. დილიდან. როგორ ხართ? რა ისევ ჩხუბობთ, ხო რა გცხვენიათ? აბა მედით ახლა ორივე იქა. ჩქარა. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით ძველ ჩინურ ზღაპარს ორდაზე, ჯადოსნური ზღაპარია, აღარასოდეს აღარ იჩხუბებთ. აი მომისმინეთ. მარიკა ნახე, მოვიდა ქალბატონი UNGP-დან. ხო, და მოგვიტანა სიმშვიდე ჩემს შთამომავლობაში და მე ახლა წყნარად მოვემზადები, იმიტომ რომ წასასვლელი ვარ, გმადლობთ. ხო და
ეს ორი და სულ ჩხუბობ და თქვენსამით იყვნენ სულ კამათობდნენ. მარიამ შეომხედე აქავარები მომისმინე ყურა დღეს. ხო და ერთ დღესაც უფროსი და წავიდა ტყეში სოკოს მოსაკრეფად და რა მოხდა? დაიკარგა. აბა და ეს უმცროსი და კიდე სახლში იჯდა და არც კი ფიქრობდა წასვლას და ძებნას. არ მოგიდგენიათ? ანანო. ხო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან და ერთად შევხვდეთ ახალ წელს რა. მე მარიკა, ბავშვო არ დაიშალოთ, მოვალ გავაგრძელებ. მარიკა სახლში უნდა შევხვდე, იცი? რა ხდება? მე რა ხდება და ბებია ჩემმა მითხრა, და ქალები დაუბარიჟეო და მოდიო და მოგვაქცია ყურადღება. მარიკა რა შვებიან, იცი? სამი შამპანურს. თვრებიან და მე გული მისკდება რომელიმე ცნევა, მაგრამ ზიმა არაულობ მარიკა. მე რომ მორჩებიან ჩამორიგებაც ხუნდათ მე. ვაიმე მარიკა, ახალი წლიდან მეყოლება მძღოლი. ვაიმე რა ხო და მე გავაფორმო უკვე ხელშეკრულება. და მე ბებია ჩემსაც ისატარებს და ისმინოს. მე როგორ გადარია ახალგაზრდობაში ალენდელონი. და არა უფროსი. აი მე უფროსი წავიდა ტყეში რა დაგემართა? არ უსმენი, დიორია შენ მე არ უსმენი შეძითა. ანანო, ხოჩა, რა კარგად დაამშვიდე ჩემი ბავშვები. მარიკუნა, დღეიდან ანანოს უნდა დაუძახო კატაბალახა. მე ბავშვებო, კარგით რა, ერთი წუთი დავი მე მართლა რა. დავტოვეთ ერთი წუთი რა საყაყანდით რა ამბავია. მოვედი ირა. მოდი გენაცალის. ვაჰა, მამას ბუსუსები როგორ ახლა. საერთოდ მაცალე ახლა ნახე როგორ აინტერესებს, ძალიან მნიშვნელოვან ამბავს უყვები. ხო და ამან უცადა და ის რომ აღარ დაბრუნდა, წავიდა თვითონ საძებნელად. ვაჰა, ანანო, ჯარისკაცის მამას უყვები? არა, სანდრო, ჩინურ ზღაპარს უყვები რომ აღარ იჩხუბონ. რა გაჩხუბებთ? ჰა? ხო, შენ უფროსი ხარ, უნდა დაუთმო. ტყუპები ვარ, სანდრო. მაშინ შენ უნდა დაუთმო. სანდრო. მოდი დღეს ღამე ჩვენთან ერთად შევხვდეთ ახალ წელს და სხვებსაც დაურეკოთ, გეხვეწოთ. აუ, არ გამოვა სახლში, ლუკასთან ერთად, ბავშვთან ერთად უნდა შევხვდე სახლში რა და ისე ირა. აი ეხა, ნინი და მარიამი ამერიკიდან რო ჩამოვიდნენ, როგორი გაზრდილები არიან, ხო? ხო და მარიკა ისევ იმხელა. ვაიმე მარიკა, გეხვეწები, შეხვდეს ეს თავისთან სახლში ლუკასთან ერთად ახალ წელს. გენაცვალე შენ სანდრო, გენაცვალე. შენ მე რატომ უნდა უთხრა? მოდი ახლა აქ დასხერით. აბა რა გინდა რას ბურდღუნებთ, რა უნდა მითხრათ? აუ თქვა მამიკო რა, ბებიასთან და ბაბუასთან შევხვდეთ ახალ წელს. ხო რა მაღა. რას ამბობ, კაცო, რას? ეგრო დედა თქვენმა გაიგოს, გაგიჟდება. ბებიაც მაგას ამბობს. თუ ჩემთან არ შევხვდებით ახალ წელს, გავგიჟდებიო. გამაგიჟებენ ეგენი მე რა. ხო, საკხართ აბა. მოკლედ მომისმინეთ ახლა ლაშიკო ბავშვებო მომისმინეთ ახლა მოკლედ თამარი და ნიკა თურმე აქ აპირებენ ახალწლის შეხვედრას. ხო და მომისმინეთ თურმე ნიკას რაღაც სიურპრიზი ქონია თამარისთვის. ხო და ჩვენი აქ ყოფნა ახლა უხერხულია. არ შეიძლება ახლა ჩვენ მარტო დავტოვოთ ხო თამარი და ნიკა. თან ახლა მე თქვენი აბავი ხო ვიცი, გააგიჟებთ თამარს ირბენთ აქ წინ და უკან. ხო და იცი რა ვქნათ? ავდგეთ და ჩვენ წავიდეთ ლაშიკო და შენებთან შევხვდეთ ახალ წელს. კარგი, მომიწყა ხო, კარგი. მიშიკო რა მოგივიდა გიორგის მოკიდე ხელი ჩაიცვი თბილად ჩაიცვი შარფი ხელთათმანები ვაიმე გამაგიჟებენ ვაიმე ქეთინო რა ხდება რა არის გული რამე ჩავეყოდო არაფერი ეზოში გაუშვი ბავშვები და თამრი მომისმინე მე და ლაშიკო ლაშასიანებთან შევხვდებით ახალ წელს ხმას არ ამოვიღებ ოჰო დავიჯერე
გეფიცები, ლაშიკო გეფიცები. სულ და შენმა რო დამიწყოს და დამამადლოს, ლაშიკოს 5 ცოლი ყავდა და მანდა მაინც შენ რატომ შეგირიგდაო, ხმას არ ამოვიღებ, გეფიცები, I promise. ხო, ეს თქვენთან ვერა? ვაიმე როგორ აბა თამრი ახლა, არც ავეჯი მაქვს, არც არაფერი გამზადებული და უხერხულია ესე, ბრცხვენია ესე ახალწლს როგორ შევხვდე. ხო და სულ რაღაც ორი სკამი მქონდა და დღეს მეზობელი ამოვიდა ჩემთან. ვაიმე ქეთევან გეხვეწები, ხო იცი როგორ მიყვარხარო? დღესო ინვესტუმრებს ველოდებიო და იქნებ ორი სკამი მათხოვო. ხო დავდექი და ვათხოვე ის ორი სკამი, აბა რა მექნა? ბატონო შეხედე რა, ახალი წლისთვის როგორ მოურთავთ დიდი დიღონი რა. შეხედე. მარცხნივ. აი გაიხედე 4 კორპუსის იქით, აი ბოლოში შეხედე, ლურჯი რაღაცა რო ციმციმებს, ხედა? შეხედე, გაფტყვიალებულია იქ აურობა. დიდხანს მოუყურებ თვალი არ მოგჭრა. მოიცარ, კარგი ეხლა შენ ეს ხრობით არ დაიღალი, არ იღლები არასოდეს რა. შენის წერილი წაიკითხე ბავშვებმა, თოვლის ბაბუას რომ იწერეს, მიდი ჯობია, მიდი წაუკითხე. ქეთევან, ბავშვებს რო უთხრათ რომ არ არსებობს ეს თოვლის ბაბუა, ხა? შენზე კარგად იციან. და ისიც იციან რომ დღეს სამსახურში პრემია აიღე. ხო, თამრი მომისმინე მარიკამ დამირეკა ჩვენთან შეხვდით ახალ წელსო და შენ დაგირეკა? ხო, მეც დამირეკა, მაგრამ მე ვუთხარი რომ ნიკასთან ერთად ხვდები ახალ წელს და არ მცალია. ხო, აბარა. შენ მისმინე თამრი. რა იყო? რა სიურპრიზია? არ ვიცი. ხო. არაფერი ბოლოს ვლაპარაკობდით მე და ნიკა და ვიხსენებდით სკოლაში ერთხელ ვატირე რომ სანტა კლაუსი არ არსებობს მეთქი და ეხლა მითხრა რომ აი დაგიმტკიცებ რომ არსებობსო და რა ვაიმე რა კარგია მისნე მოამზადე რამე გააკეთე უკვე მზად გაქვს ხო ყველაფერი გავაკეთე გოზინაყი გავაკეთე ნიკას უყვარს პრინციპში ხლა მეტი რაღა უნდა გამოვიდე ძალიან კარგი ესე იგი თამარ რა შენს კუკარაჩასთან ხვდები ახალ წელს ხო ეს ახალია რაღაც ისი ამხელა პოლკოვნიკი კაცია კაცო რა როგორ ვერ გაარკვია ვინ გიგზავნი და იმ ვარდებს რა არ ვიცი კარგი რა გიდა თამრი ფანტასტიკური არაც ჩვეულებრივი წელი გქონდა აქეთ ფართი იქით ვენახი და რაც თავარია ნიკა სასწაული წელი გქონდა გოგო ქეთო შენს ძალიან კარგი წელი გქონდა ჩემოდაო ჩამოხვედი ბავშვები ნახე შეურიგდი ვაჟბატონს იქით რემონტი რა ვიცი რემონტი დიდებული რემონტი ვაიმე ხოდა ნანახი რამდენი წელი გოგო 5 წელი არ მყავდი ნანახი იუზა სირგიდე ძვარი იუზა პირველი ახალი წელია დედა რა кайქენი ქალბატონო ნონორე ეს ნაძვის ხე რომ მოიტანე რა სიოა რა ჰაერი რა ჟანგბადი გახსენული მაგორდანის გამარჯობა ქალბატონო ნონა როგორ ხარ ნოდა სუნთქავს კარგია ჟანგბადი საჭიროა მომისმინე რა ხდება იმ სიგელებზე ხო უნდა დავარიგოთ ეს სიგელები ხო და მზად არის ეს არის? დავამზადე. აი, უბრალოდ საუკეთესო თანამშრომელი ვინ უნდა დავასახელო არ ვიცი და შენ ვის ფიქრობ? საუკეთესო თანამშრომელი. მომისმინე ახლა მე. თქვენი ამბავი რო ვიცი, ანერვიულდებით, იღებებთ, იფიქრებთ იმაზე, შეეჩერებთ არჩევანს, მე იმაზე წვენება იმაზე გადახოთ. დაანებეთ ყველაფერს თავი. ბოლოს მაინც ჩემამდე მოხვალთ, მაგრამ თავიდან მე გადაწყვიტე და მე ვიქნები საუკეთესო თანამშრომელი წელს. რატომაც არა, მე თანახმო ვარ. ჩაწერე საუკეთესო თანამშრომელი წელს გახდა ბატონი ნოდარ მხეიძე კი და ეს მისთვის სტიმული იქნება რომ ორმაგად ერთი ვარ რა თქმა უნდა გილოცავთ ბატონო ნოდარ გილოცავთ ბატონო ნოდარ შეიძლება რომ მე ესე ვთქვათ საუკეთესო თერაპევტის საკითხი თქვენი ჩარევის გარეშე ერთპიროვნულად გადავგიხო ბალოში გადავწყვეტ მე თერაპევტი ესე იგი საუკეთესო თერაპევტი როგორც გონია ისევ ბატონი კახა იქნება ხო კი ირაკლი და სულ ეგ იქნება სანამ მეორე თერაპევტს არ ავიყვანთ. მაშინ გამოცდილი კადრი ხო არ გადავცეთ ქალბატონ ნონას. კი. ჰა? კარგი რა ირაკლი, რა თმინდა 3 მაქვს ეგეთი სახლში. რა ყველაფერს სამსაგროვებს ეს ხალი კაცო. ერთგული თანამშრომელი გადავცეთ მიმოზას. კი. ვიცა მიმოზას რატო? რატო? ნუ და რამდენი სამსახურიდან გაუშვი, იმდენი უკან მოვიდა.
აი, შამპანიურიც მოვიტანე. მაგრამ აპაპაპ, მე ვერ დავლევ მანქანით ვარ. ხო, მართლა რა შვება შენი მანქანა? რა ვიცი, ნაკლებიძია. მე მგონი რაღაცა ჭირს რა. რა ჭირს? აი, სიარულიზოს აქეთ-იქით ხანობს, რაღაცა ესეთ არის. არა, არაფერი არ ჭირს შენ მანქანას, უბრალოდ იმდენი ხანი იყო ზღვაში, რომ აქანავებს. რა ქენი შეგაჭირებულო, ვერ მოაბი თავი ხო იმ გოგოსთვის რაღაცა რო გეთქვა. რა ქვია მის ჭირის უფალს? ani. ბიჭო, მე კი გავაკეთებდი შემაგრად მივიდოდი აუგებდი ოქროს სარაიებს, კოშკებს, სასახლეებს, მაგრამ შენ იმის ნახევარსაც ვერ გავუკეთებ, რასაც მე სიტყვით ვეთყოდი და დავითანხმებდი და მე გაგშორდებოდა იმედგაცრუებული და შენ თვითონ უნაქნა რაღაცა. ისე ირაკლებიძია, ზოგს სიგელიო, ზოგს პრემიაო, ზოგს მადლობაო და თქვენ თვითონ ერთი პრემია არ გეკუთვნით? ჩემი სიგელი, მადლობა და პრემია ბაბუაშენს აქვს 20 ლიტრიანში სარგავში. ხო და დღეს რომ მიხვალ, ჩადე შენ მანქანაში და წამომიღე. კარგი? დაასხი შულო დამაწყდა ნერვები. მოდი. შენს გაიღეთი. არ გამარტყა თვალებში. აბა, მეგობრებო, ახალი წელი მოდისო, ამბობენ და მე მინდა ერთი საფეხზელო შემოგთავაზოთ, ეს რა არის თავდადონა. ჯანჯუხა, თაფლაკვერები. როგორი? თაფლაკვერები. ჩემი გოზინაყიც გასინჯეთ. ნონორეს გოზინაყი. შავია. კარგი. მოგლეთ, მეგობრებო, მე მინდა ირაკლი ჩხეიძის კლინიკას გავუმარჯოს. გავალჯამიე. კარგი წელი იყო ჩვენთვის, სულ წინ და წინ მივდიოდით და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც სულ წინ და წინ წავალთ, ხო? თან ახლა უფრო მაგრავივლით ირაკლივიძე, მანქანა ხო ჩავამივიდე. შენი არის წინ. მე მინდა ერთი სადღეგრძელო შევსვა. ესე ამ კლინიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წლევანდელი წელი, იმიტომ რომ კლინიკა შეემატა მე. ამიტომ მე მინდა მოგახსენოთ, რომ ეს მატება იქნება სიკეთის და ხვავის მომტანი. შენ გაგვანათლე, ნოდარ, შენ გაგვანათლე. შენ იყავი განათლებული. გაიხარეთ, ახლა დიდი ქალბატონონა. გეხვეწებით ახლა, თქვენც უნდა თქვათ ერთ სადღეგრძელო, ოღონდ ისე არა თქვენ ვიცით ხოლმე, გამარჯობა. აბა? რა ვთქვა? გაგვიმარჯოს. მე მგონი სულ ყვილად ვრთავთ ამ ბარს რა. ვინ მოვა ეხლა აქ? ახალ წელს ყველა სახლში ხვდება. კაი, შეხვდებიან თეო სახლში და მე მოვლენ, აბა საწავლენ. ხალხი მიდის, სადაც მუსიკა, ბენდი უკრავს. ჩვენც უნდა მოგვეფიქრებინა რამე ეგეთი. მაგალითად ორკესტრი უნდა მოგვეწვია. აი ორკესტრის გამო ვინ მოვიდოდა თეო ახლა აქ? რა ორკესტრი? შეიძლება ხალხი არ მოსულიყო, მაგრამ ორკესტრი ხო გავსევდა ბარს. რატო ნერვიულობ თეო? ნუ ნერვიულობ, მოვა ხალხი. ნუ ხალხი თუ არა, ვინმე მაინც მოვა. ვინმე თუ არა, იქნებ ოთო მოვიდეს? ხო, იქნებ მოვიდეს. აუ, ნატა მართლა რა მაგარია რომ მოვიდეს. ჩვეულებრივ დღეს რეებს აკეთებდა და ახალ წელს ხო წარმოგიდგენია რა სიზავს. ხო, ნუ ახლა რა სიზავს? მოვიდოდა, ლექს მეტყოდა, მიმღერებდა და პატარა სათამაშო თხას მაჩუქებდა. და სათამაშოს რატო? ხო, ისე სათამაშოს რატო? მაგაში გადავრჩი თეო. ვიცი რა ვიფიქრე? თოვლის ბაბუას მიწერე წერილი და ახალ წელს ნაძვის ხის ქვეშ დაგხვდება ოთო. თუ წინდაში თეო? არა, წინდაში ნუგო. მოგესალმებით. მოხვედი? ახალ წელს ყველა საკუთარ სახლში ხვდება. აი ჩემ გზნობასაც უნდა სახლში შეხვდეს. ხო და მისი სახლი შენი გულია ნატა. გაუღე კარი. მოიცადე ოთო, აბა მეგობრებად დავრჩეთო? რა მიამიტი ხარ ნატანა? აი ყველაფერი იმიტომ გითხარი რომ შენი გაცნობის წუთები ხელახლა განმეცადა. მართლა? აუ, რა მაგარია. რა თქმა უნდა. მე ოთო მქვია. მაჩუქეთ თქვენი სახელი გოგონი. მაჩუქეთ თორემ მოვიპარა. მე ნატა. კარგი. თუ შარშან ცხენის წელი იყო და ახალ წელს შეყვარებულთან ერთად ცხენის წყალზე შევხვდი, წელს მინდა შენთან ერთად ცხვარი ჭამიაში შევხვდი. რა ცხვარი ჭამია ოთო? ხო გითხარი, მე ამიტი ხარ მეთქი ნატა რა. ვერც კი მიხვდი რომ ეს ხუმრობა. ხუმრობა იყო. მე ვიფიქრე რომ მივდიოდი ცხვარი ჭამიაში. მაგრამ მე შენში ზუსტად ეს
სიმიამიტე მხიბლავს. და მინდა მთელი ცხოვრება ამ სიმიამიტესთან ერთად გავატარო. და ცხოვრობდნენ ესე დიდხანს და ბედნიერად. ჭირიკა, ხინიაკა. ხო, დედა. მარიამ, ჩემი დაძრე აშკარად უფრო ამაზე გამოვიდა, ის შეხედე. დედიკო, შენი ჯობიაო. მამიკოსაც ვკითხოთ მაშინ. გითხოთ. ბავშვებო, გაჩერდით, არ მისმის არაფერი. არა, დედა, არავინ არ ხვდება ჩვენთან ახალ წელს. რა არა მოიგონეს დედა, ყველას უნდა რომ სახლში შეხვდეს, რა დაგენა. კარგი, დედიკო, კარგი, კი. აი, ირაკლიც გილოცავს. ხო. კი. კარგი. ესე იგი რო ვამბობ ეს ხალი ჯადოქარია მეთქი. კათიშე? რო ვამბობ ეს ხალი ჯადოქარია მეთქი, კაციშვილი არ მიჯერებთ რა. მარტო მაგისთვის არ არის გადატვირთული ეს სატელეფონო ხაზები. გძნეულია ბებია თქვენი ბავშვები. გძნეული კარგი სიტყვა მარიკა. ესე იგი, აი, მარიკუნა, არავინ რო არ იცის ამ ოჯახში, მაგრამ რო დამაბარეს სეზამის მარცვლები, მოვიტანე და ძალიან მაინტერესებს ამით რას მოამზადებ. მადლობა. ხო, ეს აქ, მაგრამ რაღაც მაინც მავიწყდება, მარიკა ვერაფრით ვერ რა. რომელი ნაძვისხე ჯობიაბა? ჩემი თუ მარიამის? და დედიკომ რაო? დედიკომ შენი უფრო ლამაზიაო. აჰა, მაშინ ნინის ნაძვისხე ჯობია. ირაკლი, რა ვქნა, დავურეკე ყველას და არავინ არ მოვა ჩვენთან ახალწლის შესახვედრად. ყველას უნდა რომ სახლში შეხვდეს. მერე მარიკა, მაგას რა ჯობია, ნახე ოჯახი შევხვდებით, რამდენი ხანია მარტო, მე სენ ბასიბუსები შევხვდებით, მარტო ვიქნებით ახალწლს. რა ჯობია, ჩემო მარიკა. რა ხან მოკლე გამოდგა ჩვენი ოჯახური იდილია? დიახ, ვინ გაცლის ან ცოლთან ან შვილებთან ერთად რო შეხვდი ახალწელს მარიკუნა, აბა თუ მიხვდები ვინ არის, შენ გუმანი არამდროს ღალატობდა მარიკა, გამოიცანი კიდევ ერთხელ მობძანდი. არა, ის როგორ დამამადლა. ლაშიკოს 5 ცოლი ყავდა და მან და მაინც შენ როგორ შეგირიგდაო. დამდეგს გილოცავთ, მარიკა მრავალს დაეცა. მოდი გაკოცო, დედიკო. და რა ხდება, გამაგებინე რა არის? რა ხდება ირაკლი? რა ხდება და ჩემებთან ვიყავი და დაჭამეს ერთმანეთი. რა ხდება? შენც კაი ტიპი ხარ რა. აბა რა გეგონა? რა ვიცი ბიჭო, მეგონა ახალი წელია, რაღაცა მხიარულება, რაღაცა საახალწლო ეს ღამე. რა ვიცი, რა მეგონა? კარგი, ნუ მოიშლენებს, გამომართვეს, მე ახლა მივხედავ ღვინოს, კარგი ღვინოა, ყლევანდელი ღვინოა, გოგისი. ხო, დავლიოთ ის და ვიმხიარულოთ ეხლა. დაიგლიჯე კიდე მაღაზია ნერვები. დააწყვე შამპანურები იქ, დაჯექი და თავი ისე იგზენი როგორც საკუთარ სახლში. არა. მე მესმის რომ ძნელია შენ თავი ისე იგზნო როგორც საკუთარ სახლში, იმიტომ რომ ამ სახლში ცოტა უფრო მეტი ავეჯი დგას, მე. გამხიარულებ ეხლა რა ვქნა? ხო, რა კარგად გამხიარულებ. კაი, ხო, დაწყე. მოვიტან კიდე რა ჩამოასწრა. აბა, ბუსი, გამადარი, ბუსი, შენ ხარ. აი, მე შეგახარი, მოდი. მიდი გადი, დაკეტა ყორეცილა. ზინაძის ხეებია? აშავიცია, რომელი ნაძვისხე უფრო მოგწონთ? რომელი აი ის რატო ეხლა ეს ვითომ რატო ეხლა ეს რა ჩვეულებრივი და ძალიან ლამაზი და ულამაზესია ხა რა მეორემა დაგიშავა. არა, რა დამიშავა კეთებან, კარგი ესეც ლამაზია, მაგრამ რა მე ის უფრო მომწონს. აი მე ესე იგი აღარ შემიძლია. შენი მოსაწონი ხო ამ წელიწადში მე ვერაფერი ვერ ვნახე. ორი მარიამ. აი, აფერი წინ არის. მარიკა, ხედავ, ისევ შენთან მოვედით და ისევ თქვენთან დღეს ოჯახში ვხდებით. და მიხარია, ძალიან მიხარია და ლაკი არ წავალო იქო. აი მე რა ვიცი მარიკა, ხო იცი ბავშვებმა ისე მთხოვეს, მკოცნეს, მეფრეს დედიკო წამოდი, წავედი ბავშვების ხალხით, წავედი და ბავშვების ხალხით ვითმინე ყველაფერი. მაგრამ ბავშვებმა როგორც კი დაიძინეს, ჩემში გაიღვიძა ძველმა ქეთევანმა. ხო და ვერაფერი ვეღარ მოვითმე. კარგი, მაგ თემაზე მე ვილაპარაკოთ, მე ხლა სახოცერს დავკეცავ. მიდი შე. ვაიჭა. ვაშა. ხო, გაგიჟებენ, ხო? რა ვიცი, მარიკა, კი, მაგრამ რა არიცი? მე ქეთევანი ასეთი მიყვარს. ასეთი რო არ იყოს, ალბათ არც მეყვარებოდა. ვაი. საცივი გაქვს მარიკა? გოჭიც. გოჭი, საცივი. აგერ გოგის ღვინო. გენაცვალე დედა რა კარგად უთქვამს ქეთევანისთვის კაცო ეს. მე ამას დავაგემოვნებ ისა. ლაშიკო,
მერე ჩვენთან ჩავიდეთ. კაფეტები მაინც შევყაროთ, ხო, რა ვიცი ხა ესე. ხო, კაფეტები შევყაროთ. აი, მარიკა ნახე, გრძელდება ჩვენი ახალი წელი მარტო რო შევხვდით მე და შენ და ბავშვები. აბა თუ მიხვდები ვინ არის? მართალია მარიკა, მობძანდით. უფა ვერი აჰარო. Yes. Thanks, bye. Bye. ანანო, რა ხარ? აი მე ნუ გააგონებ ქეთევან გაჩერდი. მე გეხოცები ნუ მომჭრით რა თავს ახლა მთელ მსოფლიოში. რა იყო ჩემთვის თქვის ეს სიტყვა აჰარო, ჩუმავ თქვი ჩემს რა იყო? მალდივის კუნძულებზე მიულოცე ჩვენ წარმომადგენლობას. ქეთევან გეხვეწები მალდივებზე არ მომჭრა თავი რა. ასისულელი აჰარო. აჰარო. ასისულელი. ეს ბანანო. ზანი რა კარგია საქმეები. აბა მე მიასამხტები ახალწელსო. ვაიმე ირაკლი ვერ გავუძელი იცი? რატო? ვიმე რატო და მოვიდნენ ეს პადრუგები ირაკლი? მომისმინე ისედაც ხო ყველას ყურთ აკლია რა ხმამაღლა ლაპარაკობ. ერთ ჭიქა შაფანურში ირაკლი გადავიდნენ ყვირილზე. აკეთდა თავი. რაო, რას ყვიროდნენ, რა გვინდაო? ვაიმე რა სიყვირებდნენ ისე ვალენტელონის ისტორიას ყვებოდნენ. რაო? მოიცა რა არიცი? არ მომიყოლია? ვაიმე, ნუ კაი ერთხელაც მოისმინე რა ჯაჭიკი გეხვეწები ფანტასტიკური ისტორია. იყოს ვიდე. მოკლედ სტუდენტობაში ბებიაჩემი ყოფილა ჩეხოსლოვაკიაში. ხო. და ამ დროს თურმე ალენდელოს იქ ქონია გადაღებები და სადღაც შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს. ალენდელოს მოეწონა ბებიაჩემი. და ეუბნება წამო საფრანგეთში წაგიყვანო შენ და ბებიაჩემა არაო რასამობ არ გამოვა ეგ ამბავიო მეო სხვა მიყვარს ბაბუაჩემზე უთხრა გესმის და ამ შენმა ალენდელონმა ამოიღო ჯიბინა თურმე დასტაფული და მიცა ბებიაჩემს შენო რა ერთგული ქალი ყოფილხარო აჰა ეს შენო შეხედე მოიცადე ხა ბებიაჩემა რა ქნა ბებიაჩემა არცაცია არცაცხელა აიღო ეს ფული და სახეში შეაყარა ალენდელოს შენო მეო ვინ გგონი ვარო მე რამდენი ბაბუაჩემი გააბრაზებდა იმდენი სულ იმას იცახდა აი უნდა წავყოლოდი თავის დროზე ალენდელონს საფრანგეთშიო რა ისტორია ამ საახალწლო ღამეს პირდაპირ სასწაული სასწაული და ეს ამბავი ამდენი ხანი ჩვენ რატომ არ ვიცოდი? რა მარიკა მიცოდა? მე მარი ჩვენ და განსაჩუქრებისთვის და აბა შენ რომელნათვის ხელ ფამაგწანს? ვაიმე ეს ნაძვისხე მომწონს. იცი ეს ნაძვისხე მაგონებს ალჟირში დავრკით აი ზუსტად ესეთი ნაძვი და ძალიან კარგად მაგონდება. გაიწიე? აი მან ახლა რატომღაც მომაგონა ტაილანდი. ტაილანდში გადავმართა მიკვინა კოღო. ვაიმე ისე გავწვალდი. არ დამანახოთ ეს აი ეს მომწონს მე. 3-2 მარია. ჯერჯერობით. და ჩვენი ოჯახური იდილია გრძელდება მეგურა და ჩვენ შემოგვიერთთ და გილოცავთ ირაკლი ბავშვებო ნინი მარიამ გილოცავთ ჩემო საყვარლებო ხო საჩუქრები მოგიტანეთ ერთს თეთრი მეორეს წითელი ხო გამოვართ მე თეთრი მინდა რა აუ მე მინდა რა თეთრი აუ კარგი რა მე ვთქვი პირველი თეთრი მინდა თუ ხა გითხარი ვერ გავიგე პირველი მე ვთქვი აუ ცოტა ხანი როგორ გიგონება გითხარი ხაში მე მინდა და ვაიმე რაჭკვიანი ვაიმე დედიკო მომისმინე რაჭკვიანი ვარ შენც თეთრი და შენც თეთრი ამოიღე შენ გაიხარეთ ამაში ხო ადეგი რა ანანო დამსვი დაბრძანდი თამარ დაბრძანდი მიხდი ახლა რომ გოგოს დავთმო ადგილი მოდი ანანო მოდი დადი მადლობა დიდი მადლობა გოზინაყი მოგიტანე ვაიმე სამი ვარსკვლავი აბა ნიკას ერთად უნდა შევხვდე ახალ წელსო ხო ნიკა სამსახურის აგანგებო რეჟიმზეა გადასული და გამოიძახეს ნიკა და იქ წავიდა სამსახურში წავიდა მოკლედ თამარჩიკ რა სანამ ნიკას შენ რეჟიმზე არ გადმოიყვან არაფერი გამოვა რა ხო მოუწევს თამარ და შენ რომელი ნაძვის მენი თამარია ახლა კარგი მარიკა არა უშავს რომელი ნაძვის ხე მოგწონს შენ რომელი დეიდა და აი ვარსკვლავი რომ უკეთია ვარსკვლავი ძალიან უხდება ნაძვის ხეს საერთოდ ვარსკვლავი ადამიანსაც უხდება ყველაფერს უხდება ვარსკვლავი თამარჩიკ მომისმინე კარგი ღვინო მაქვს
გოგის ღვინო მაგ კარგი. რას მაშინე? არ გაშინებ? დაუსხი დიჭიქაში. ახლა დიჭი? დიჭიქაში დაუსხი. აი, ეს არის წლევანდელი, თამარჩი. კი, შეხედე. ერთი სამი ჭიქა ჩადის ამაში. მიდი ახლა ეს უცებ დაარხი, თამარ. განსხვავებულია ია. კი, რა თქმა უნდა, დაარხი უცებ და ეს შეგაზარხოშებს. მერე შეხედე იმ ვარსკვლავს, სამათ მოგეჩვენება და უყურე და უყურე. მე მივალთ. ფეხი აუ მე როგორ არის გილოცა დამდე როგორ ხარ აი მე რამე ბაში გასი ბაში ლუკა რამქა მოდი მოგვიყევი როგორ ლუკა რამქი ხა ჩაი ფიქრე რამე ამახალ წელს იცით რა სურვილი მაქვს რაბა ახალ წელს მინდა რომ შევხვდე ავსტრალიაში ოღონ თვითმფრინავში რატო თვითმფრინავში რატომ და ახალ წელს იქ ხო შევხვდები მე ხო გამოფრინდები და ახალი წელიც გამომყვება სხვა ქვეყნებში ხო უფრო გვიან მოდის ახალი წელი და ესე დამეწევა და დღეში 100 ჯერ შევხვდები ახალ წელს შენ გენაცვალე როგორ გავს მამამის ზედ გამოჭილი მამა გენაცვალე შენ გოზინაყი არ გინდა ლუკა გოზინაყი მიაწოდეთ ერთი ლუკა თქვენი ცით რატო ქვია გოზინაყი რატო იმიტომ რომ ზოგი ნიგოს ხო ჭრის და ზოგი ნაყავს აი სიგიდაცად გამომართვი შვილო ეს გამომართვი ეს დანაყული გოზინაყი ადექით ახლა რას ვიყურებთ კაცო ადექი შენ კიდე რა რომ მოიწი აქ სადილი და შეჭამე ყველაფერი ხო ხარ უნდა მაგას მოვიდა ახალი წელი ხო იყიდა სად არის მაშხალები როგორ არ ვიყიდე მე სად არის აი რო გეუნები მავიწყდება მეთქი და პილპილს და სეზამის მავსლებს რო გადამაყოლე ბეღურა ვიყიდე მაშხალები თქვენ გონიათ არ ვიყიდე ბარში დავტოვე 9 გზა რო არ გავაკეთო მეთქი და დამავიწყდა იქ ჩავალ ამოვიდა ვაი ირაკლი ვაი ჭადის სახელი რატო არ დაგავით ეხლა ნახევათო და ნუგო სიმღერას რო დაიწყებენ ხალხი მოვა ჩემთვის უკვე სულ ერთია თუ გინდა ნურავი ნუღოვა აბა გავჯოგიცე გილოცავ დამდეგს და ეს არის გაიხარეთ ის თეო ის რო ვიყიდე რაღაც შუშხუნები თუ მაშხალები და რაღაც ისენი პედარდები და შეთარო დავტოვე გეხვეწები რა დამავიწყდა და გამატანე რა ირეკლი ჩვენთან არ შეხვდები ახალ წელს ვაიმე შენ შემოგევრე დიდი სიამოვნებით მაგრამ ერთი უნდა ნახო ჩემთან სახში რა ხდება ყველა იქ არის ვიცაც კი ვიცნო ყველა ჩემ სახშია მე პირიქით მინდოდა რომ მე თქვა რომ თქვენ ხوار წამოხვალთ ხო და ერთად შევხვდეთ ჩემთან ხო რა არა ჩვენ როგორ არა და ჩვენ ბარში ნატას ყოფილი მეგობარი მღერის ვიცი რა კაი აი ვიცი მაგრამ აბა რა ვქნა მე ჩემთანაც აი რა ძველი წლების დიდ ყულაბას ერთი კიდევ მიემატა ახალ წელს კი ამ სიმღერით მოგილოცავ ჩემო ნატა ვა მაგარია ზოგი ამბობს დღის წელია ზოგი ამბობს სხვარია თავარია ეს დღეები ყველა ბავშვს უხარია მოვა მეკლე და დახდება გოზინაყის სურნელი ვერ გაიგებ ვინ შემოვა ჭკვიანი თუ სულელი ვინც აქამდე ბევრი ნახა და ბევრიც დაიწუნა მასთან ახალი წლის ღამეს მოვა ვარსკვლავ ბიჭუნა
მარი იყო ახლა შერიგდებიან და ისინი ამ ახალ წელს მაინც ერთად ხვდებიან წინა წელს რაც გაწყენინეს კარს უნდა გადანო ყველას უნდა აპატიო კი არ უნდა ანანო ვინც უფრაზე ბოლოს მოდის და ყველას ახალისებს ამ ახალ წელს დირგულოცავ ძვირფას დიასახლისებს და პატარები თორმეტსაც ელია მოგილოცავ დღეს ახალი წელია 5 ბუსხარა მამუშენცი არაუშავს მართალია სახში ვერ შევხვდით ახალ წელს მაგრამ რა გინდა ვიმყერულეთ კარგად შევხვდით და ახლა სახში განვაგრძელთ ხო იცით მეკლე მე უნდა ვიყავ მე ვიქნებით მეკლე მე შევა პირველი კარგი რა პირველი მე თქვენ მარიან წავდეთ და ვიმეკლე ბავშვები ძალიან გქონდათ აბა გაჩვენდით ეხლა მარიკა მოიჭრა გაჩვენდით ეხლა მაინც ნუჩხუბობთ ორივე ერთად შეხვალთ ორივე მიმიში ორივე ერთად რო შეხვიდეთ ბუსხარებო მომისმენთ მომჩენცია ხო და გავაღო კარი ხო ხო ძალიან კარგი მომიცი გასაღები აბა კარგი გასაღები გასაღები რასკი რა გახშენ გასაღები გასაღები შენ არ ჩაკეტე ეს კარი ვაი მე ვირაკლი ჩამეკეტა ეთყობა ჩაგე რა ვქნათ ეხლა ირაკლი რა გავაკეთო აქ ვიყოთ კაცო აქ არა ხო ლუკა მამა მიხვედი კარგი რა რატო ხარ გაჩერებულები ჰა გზა გადათხრივი რა უნდა აქ გზას რა სახლში არ არიან სახლში არ არიან თუ სახლში არ იყვნენ რას გვეპატიჟებოდა ამოდი ვაი მე სანდრო ჩამეკეტა კარი კარები ჩაგეკეტა ირა იგი ფილმში არ არის ეგრე რო ეს რომ მიდიან და სახლის კარები რო ჩაიგებენ ძალიან მაგარი რაღაც მომიხდე რა მაგარი ხოჩა რა ხდება რატო დგახართ აქ რა ვიცი ცხვრის წელი მოვიდა და ვდგავართ ფარა კარი ჩაგვეკეტა კარი ჩაგეკეტა და ლაშიკო სანამ ესენი კარს გააღებენ ჩვენ ჩავიდეთ კანფეტები შევყაროთ სახლში წამოდი ხო ხო თქვენთანაც ამოვყრით აივანზე ამოყარით კანფეტები შენი ხო კანფეტები კიკი მაქვს წამოდი ვაი გამაგებინეთ ეს გასაღები ერთი ცალია და თქვენს მეც არავის არა აქ ვაიმე სანდრო ვაიმე რა ჭკვიანი ხარ დედაჩემს დედაჩემს ხო დადიოდა ხოლმე დასალაგებლად მე რო არ ხო დადიოდა წყვილს ვერ ვიტყვი ახალ წელს წყვილით ვერ შევხვდები არ გადის გადატვირთულია გადატვირთული იქნება აგე ვისაა გადატვირთული შეხედე ამირს მე ჟევიდა საიდა yes thanks აიმე ალო
დედა კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს. აღარ უნდა ამდენი შესავალები. კი, სულ ბედნიერად იყავი. კი, აი ირაკლიც გილოცავს, მამასაც მიულოცე, ხო? გასაღები თუ აქ წამოიღოს, გასაღები. ხვავი და ბარაქაო. ხო. მოვიდეს და გასაღები მოიტანოს. დედა, მომისმინე, შენ უნდა კონდეს ჩვენი სახლის გასაღები. ფეხის საწმენდის ქვეშ ინახავ ხოლმე? რაო? აი არ მეგონა ამას თუ ვიტყოდი ახალ წელს რა. აი შეგენაცვალე შალვოვნა. აჰა. აი? შეგენაცვალეო, ხო? კი, ეს ნამდვილად. ეს ნამდვილად. ხო მოусმინეთ ყველა. კარგი, ეხლა მომისმინე. აი, რომელი საუკუნე? 21. 21 საუკუნეში რაღა დროს ფეხის საწმენდის ქვეშ გასაღების დატოვება? არა, მოწყარეთ რა. ბასიბუსებო, ნინი, მარიამ, სახში რო შევალთ მამა, მუთაქები შეამოწმეთ, ბებია თქვენი ფულს ხო არ მალავს იქ? კარგი რა გავაღებ. აბა, გავაღებ ახლა მე კარს. და რაო, მეკვლე ვინ არისო? კარგი ფეხი მაქვს მე. ანანო. ხო. ნახე აი ეს ნატურა ჰალამაზად არის მორთული, არა? ომობის ქსელია ეგ. ჰალამაზად მოურთავთ ეს ომობის ქსელი, რა? ვაი მე რა ლამაზი ფეირვერკები. აი ვარსკვლავის ფორმა, როგორ იღებს ვარსკვლავის ფორმას? თამარჩიკ, ნახე ხვალ ალბათ კარგი ამინდი იქნება. ცელოფანის პარკები მაღლა დაფრინავენ. ვაი, მაღლა კი არა, ქვემოთ შეხედეთ ვიღაცას ცეცხლით რამხელა წინადადება დაუწერია. ჩემი სულის კოკობი ხარ და მუდამ იქნები შენი ოთო. ალო. ნიკ. ხო, ჩხეიძესთან ვარ. ირაკლისთან, ირაკლი ჩხეიძესთან. ასე რამდენი ჩხეიძეა ქალაქში, ხომ ეწოდეთ მის მასათხარ. რა სიურპრიზი. ვართვა, მოხვალ. კაი, გელოდები. ხო, სიურპრიზით გვეწევა დიდი ნიკასთან ვარსკვლავედი. კარგი, ხა შევიდეთ, კაცო, შევიდეთ, უხერხული ამენ ხალხი გველოდება. ვინ ხალხი გელოდება? ვინ ხალხი და დედმამიშვილები, მშობლები, ვინც გაიარა, გამოიარა, კარგი თვალი შემოგხედა, ვინც უთებძელებელი დაგჭა. რამხელა ფეირვერკია, ნახე რა ლამაზია, ირა და არ ხრება და დიდია და ტრიალებს, შეხედე. აი, მე შმაკის ბორბალია, სალაც. რა მნიშვნელობა აქვს ტრიალებს? ხალხნო, რა შვებით ახლა შემოდი მზად არის ყველა. წამოდი, მე მაგას ვამბობ, წავიდეთ. Uniaco, musha umuhle. Წამოდი. Yes, thanks. Thanks, Mr. James, thanks. Bye. გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ მრავალ დღეს წარით. მადლობ, თქვენც გილოცავთ. სანტა კლაუსის გამოძახება მინდა. დიახ, რა თქმა უნდა. იცით ჩვენთან დარეკვით ხდება გამოძახება. კი, ვიცი, უბრალოდ აქვე ვიყავი და შემოვედი, მაგრამ. დიახ, მაგრამ უნდა დარეკოთ. კი, მაგრამ აქ ვარ და რა აზრი აქვს დარეკოს, მაგრამ გამოვიძახე. იცით, ესეთი წესია ჩვენთან. შენიშვნას მომცემენ. იცით, ძალიან მკაცრი უფროსი გვყავს. დიდი ბოდიშით რა შეგაწუხეთ. უკაცრავად. სანტა კლაუსი გამოძახებით გისმენ. გამარჯობა, სანტა კლაუსის გამოძახება მინდა თუ შეიძლება. გამარჯობათ, გილოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. დაგეხმაროთ. სანტა კლაუსის გამოძახება მინდა თუ შეიძლება. შეკვეთა მიღებულია, გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალ წელს, სანტა კლაუსი მალე მოვა. დიდი მადლობა. იცით, უბრალოდ ესეთი წესია დიდი ბოდიშით რომ შეგაწუხეთ. გასაგები, კარგით, მადლობა, დავალოდები სანტა კლაუსს. კარგად იყავით. გვანცა რა ხდება გვანცა? ძალიან ბატონო ახლა. არის რა? კარგია. დიახ, კიდევ ერთი ახალი შეკვეთა დაგვემატა. ძალიან კარგი, რომელია? რა? ჩხეიძე? დიახ, ტელეფონით მივიღეთ ეს შეკვეთა.
ირაკლი ჭხეიძე? დიახ. გვანსა. მე რო წავიდი აქ რა სიტყვა შენ, თქვენ ბატონო ვახტანგ? ო რა იყო რა, გავერთობი კარგად. მე წვერს ქუდს მოვიხსნი ირაკლისთან მივალ და ვეთყვირას. რას ბუ ჰე ესე რო არიცი შენ. მაგრამ თამარიც რო იქ იყოს. თამარი თქვენი ყოფილი მეუღლე? შენიც. აი ის ყვავილებს რა უგზავნიდით? ო. დიახ. პრინციპში ახლა რატომ უნდა იყოს იქ? ეგ ხო სხვაგან ცხოვრობს უკვე. მოგლედ რა მნიშვნელობა აქვს მაგას შენ კოსტიუმი გამიმზადე ფორმა? დიახ. ხო და მე წავალ ამ მისამართზე. კარგით. მოდი კიდევ მოდი. ლაშიკო. არ დაგავიწყდეს სახლში კანფეტები შევყარეთ. ხო, ვიცი კიდევ ახლა რა. აი შემიძლია. სახში კანფეტები შევყარეთ და რატო ვიცით? აი არაფერი საქმე. ლაშა მოგლე, კარგ დროს მოხვედი, მე უკვე დავიწყე რაღაც პერსონალური საღებავები რა. ხო და აი ახლა ზუსტად არის ჩემი თამარჩიკას საღებავი და შემომიერთდი ადღეგრძელოთ თამარი რა. ადღეგრძელოთ ჩემი თამარი, მაგრამ ირაკლი რა არის, რა ჭიქა არის? ხო ხედავ ცოტა დავაგვიანე და ან დამაჯარიმე, ან რაღაცა ესეთი. რანერა დაგაჯარიმე, ახლა ყვითელ ბარათს ხო არ განახებ, კაცო და აგერ არის დიდი ჭიქა და ის ხიდა დალი. აი ის უფრო დიდია ირაკლია. მიდი ჰა, რომელი ჩემ გინდა, მიდი, მოკლედ. თამარ, მინდა განვაგრძო ეს საღებავი. თამარი საღებავი და ასე ვთქვათ, კარგი წელი ქონდა თამარჩიკას, ხო, კარგი წელი ქონდა. ცხენის წელი იყო, გასული წელი და იმ ცხენმა რაინდიც მოუყვანა. რა ღერა ჩავახვიე. კარგი იყო. ისე თამარ, სად არის შენი კუკარაჩა, ჰა? სად არის? მითხარი რა. ორ ტანკს ხო არ მოათრევს, ჰა? ისე რა გინდა თამარ, მართლა ეს თხის წელი შენი წელია. როგორ არის დააკვირდი ბიზნესი ხო გაქვს? თხა ვიყიდე, თხა გავყიდე. მოგლედ ხალხო, გეხვეწებით ახლა რა, ეს სადღეგრძელო დავიწყე 1-15 წუთის წინ და შეიძლება რომ დავამთავრო, ხო? რაღაც ლოგიკური ფინალი ხო აქვს ყველა სადღეგრძელოს, არა? მოგლედ თამარჩიკ. ესე იგი, რაც ყველაზე მთავარია, მინდა გისურვო ჯანმრთელობა. ტელეფონი რა უპასუხე. მოიცემ ისე ჩემი მძღოლი მირეკავს. დიახ მალხას. დიდი მადლობა შენს გილოცავ. არა მალხას ხვალ ვერ წამავალ ბაღდადში რა მინდა. მალხას მომისმინე ორ შაბათიდან შენ გამოდიხარ სამსახურში, გასაგებია? ნუ კარგი 4 შაბათიდან მორჩა. მალხაზი ბაღდათი ეხლა არ გამაგიჟო არ მითხრა რომ ჩემი ყოფილი მძღოლი მახოა იყვანეს სამსახურში მე რა ვიცი რა შენი რეკომენდაცია კი მომიტანა ჩემი რეკომენდაცია ხას ხეთქავდა ისე ოხ მახო კარგი არ მინდა ეხლა ნერვების მოშლა გეხვეწებით ხალხო რა კარგად შეეძება რა თამარჩიკას ვადგინდელებ მოკლედ თამარ გეხვეწები რა დამამთავრებინეთ ხალხო რა ადამიანს აღგზელო თუ კიდე არ გამაწყვეტინეს მე მინდა ესე იგი გისურვო შენ ჩემო თამარჩიკ ჯანმრთელობა ესე იგი ძილსში ჩხუბი აღარ გამიგია. არა ჩემი ნაძვისხე ჯობია. ესე იგი 12 ყოფილა უკვე. ასე დილიდან. კარგი, გეხვეწები დავამთავრებინეთ რა. მოგლედ, თამუსიკ, ჩემო თამუსიკ. თუ კიდე მაცალეს და არ გამაწყვეტინეს კიდე სადღეგრძელო, მე მინდა რომ შენ გისურვო ჯანმრთელობა. იცოცხლე ჩემო თავარ. ბედნიერება მინდა გისურვო. კი, ნამდვილად. იმსახურებს ეს ადამიანი. იმსახურებს ამელიანი. ხო, და თუ არ გამაწყვეტინ. ირა მე გავა. ვაუ! გილოცავ!
ბარაკა, დოვლათი მოეტანოს ამახალ წელს. ხლა მივხვდი რა სიურპრიზია რომ მეუბნებ და დაგიმტკიცებ რომ არსებობს თოვლის ბაბუა. რა მაგარია. წავალ ახლა მე, წავალ. კაცო, მოდი დაჯეკი აგენ. დაჯეკი, ირაკლი, რა იყო? ერთი ბუხარი გაგეკეთებინა ირაკლი, რა ჩამოვიდო და ეს კაცი ჩვეულებრივია. რო აწვალე ამ კიბეებზე ამოსვლა. მე რა საყვარელი. ხოლმე გამოვხედე რა, მაგარი ღვინო უნდა დაგალევინო რა. მაგარი ღვინო. არა, ღვინოს ვერ დავლევ. მაშინ გუზანას არაყი. გუზანას? გუზანა ერთი კაცია რა. დაუსხი გუზანას არაყი, მიდი აგერა. ხო, გუზანას არაყი თუა ერთი ჭიქა შეიძლება. ბატონო, ინებედი მიაწადე ხა. აბა გილოცავთ. ერთი წუთი თოვლის ბაბუ გეხვეწები რა. ახალი წელი მე მოგვილოცე, იმიტომ რომ სანამ თქვენ მობრძანდებოდით თოვლის ბაბუ, ჩვენ დავიწყეთ პერსონალური სადღეგრძელო, აი ეს არაჩვეულებრივი გოგონა ვადღეგრძელე მე. დავილოცე ეს გოგონა და მე ახალი წელი მოგვილოცე და მე რაც გინდა ის თქვი. მიდი. გამარჯობა. თამრიკო. მე მინდა რომ შენ ამ ახალ წელს კონდეს ბედნიერება, სიხარული, სიყვარული. აუ ეთყობა ნიკა მუთხრა ესე უთხრა. როგორია? ერთი ჭიქაც მისხით რა თუ შეიძლება. გახსნა, ნახე? გახსნა ჯიგარო? მედი. ერთი. აბა, კი. თუ შეიძლება, ერთ სადღეგრძელოს. მე შემოგთავაზე. რა საყვარელია, რა საყვარელი. მოდი. მონატრებას გავუჭერს. აი ისეც რო იტყვიან, გვერდში ყავს, მაგრამ მაინც გენატრებაო. მე რომ ენატრებოდი, ხო. გაუმარჯოს. მონატრებას გაუმარჯოს, აგერ კიდე. თქვენ და ნამდვილი ხარ? ხო. ბიჭო, კიდე კარგი, ჩემი შვილი აქ არ არის, თორე გაგიჟდებოდა, არა და მე მეუბნებოდი, არ არსებობს სანტა კლაუსი. თამრიკო. დიახ. დამიჯერე, ბედნიერება ახლოსა. ძალიან ახლოსა. გილოცავთ. გამიკეთებიკა რა, მაგრად ვერთობით რა. გამარჯობა. გილოცავთ. მეც. ეს გამოდი რა. ერთი წუთი. ბოდიში რა დამაგვიან და სხვანაირად არ გამოდიოდა. ერთი წუთით. ბოდი რა. ბოდიში სხვანაირად არ გამოდიოდა და რა. თამარ. ეს ის ბეჭედი არ არის, მეჯვარე რომ ხარ შენ და რომ მიდი. კი, ეს ბეჭედი შენთვის მქონდა ნაყიდი, უბრალოდ მაინტერესებდა მოგეწონებოდა თუ არა. რა იყო? თამარ, ცოლად გამომყვები? თოვლის ბაბუ. ლაშა. მურტალო მოვიდა.